მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს უკვე მესამედ მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირაული თუერთდება. ორგანიზატორი 6 მარეგულირებელი უწყება, რომლებმაც საზოგადოებას მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესის და გამოწვევების შესახებ ჩააბარეს ანგარიში. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სფეროში ინსტიტუციური ჩარჩო და საკანონმდებლო ბაზა წლები არსებობს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროდირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდეა გაზრდილი. მისი თქმით, 2024 წელს მომხმარებლის სასარგებლოდ დაახლოებით 600,000 ლარზე მეტი ანაზღაურდა. მომართვიანობის მაჩვენებელი კი გაორმაგებულია, ხოლო საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. მიუხედავად პროგრესისა, მთავარი გამოწვევა კვლავ ცნობიერების ამაღლებაა რეგიონებში და განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში. ჩვენ მიმართულებით 2 წელია უკვე კანონმდებლობა ძალაშია, 2 წლის სურათს თუ შევხედავთ, ჩვენ საკმაოდ ბევრი განაცხადი გვაქვს განხილული და საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომელიც თვლით რომ მნიშვნელოვნად შეცვალა გარემო და ერთის მხრივ მოვაჭრეები, ბიზნესი გახადა უფრო ინფორმირებული საკუთარი ვალდებულებების შესახებ და მეორეს მხრივ მომხმარებლები არიან უფრო ინფორმირებული საკუთარი უფლებებისა და გარანტიების შესახებ. 2 წლის სურათს თუ ავიღებთ, დაახლოებით 1500-ზე მეტი განაცხადი აქვს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს განხილული. ძირითადი განაცხადები მოდის ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით, დაახლოებით 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება. გაზრდილია მომართვიანობა, თუ ჩვენ მაგალითად შევხედავთ 2025 წლის 2 თვეს და შევადარებთ გასული წლის იგივე მაჩვენებელს, დაახლოებით 60%-იანი ზრდა გვაქვს განაცხადების მიღების მიმართულებით. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ. მისი თქმით, სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციები მიზნად ისახავს, რომ გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი. მომხმარებლებმა მიიღონ მაღალი სტანდარტების შესაბამისი კომუნალური მომსახურება, ამასთანავე ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მისი უფლებები დაცულია და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის გადაცდომას, მომხმარებელს დაიცავს მარეგულირებელი კომისია. მხოლოდ გასულ წელს 3000-ზე მეტი მომხმარებლის საჩივარი განცხადება დარეგისტრირდა კომისიაში, ყველა მათგანი იქნა განხილული. თითქმის 3 მილიონ ლარამდე არასწორად ან ზედმეტად დარიცხული ან კიდევ ხანდაზმული დავალენების სახით ჩამოეწერათ მომხმარებლებს და გარკვეული კომუნალური სერვისების დაგვიანებით მიწოდებისთვის 800,000 ლარამდე მომხმარებლის სასარგებლოდ მოუწიათ კომპენსაციების გადახდა კომუნალურ კომპანიებს. მომართვიანობა ყველაზე მეტად იყო წყალმომარაგების სექტორში, სადაც 1,600,000 ლარზე მეტი ჩამოეწერა გასულ წელს, შემდეგ იყო ელექტროენერგეტიკის სექტორი დაახლოებით 1 მილიონ ლარამდე ჩამოეწერა და ყველაზე მცირე იყო დაახლოებით 200,000 ლარამდე ჩამოწერილი თანხები გაზმომარაგების სექტორში. სატეზღვევო სფეროში მომხმარებლის უფლებები დღეს ბევრად მაღალ დონეზეა, ამბობს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი. დავით ონოფრიშვილის თქმით, ზედამხედველი საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს და მომხმარებელთა საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია. როგორც ირკვევა დაზღვევის სექტორის მარეგულირებელს, ძირითადად მომხმარებლები ზარალის არასწორად შეფასების გამო მიმართავენ. მომხმარებლის უფლებების დაცვა დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა. ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით, რადგანაც დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს კონკრეტული მოთხოვნები. პრაქტიკულად დღეს ბევრ საკითხში უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ. მომხმარებლების დაახლოებით 90%-ის პრეტენზიისა ხდება ხოლმე დაკმაყოფილება, როცა ჩვენი ჩარევა ხდება უმეტეს შემთხვევაში. ხშირია ესეთი თემები, როცა ანაზღაურების თანხაზეა ლაპარაკი, რომელიც შეფასებებით ხდება და ხშირად არ ეთანხმება ხოლმე მომხმარებელი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიასთან მომხმარებლების უფლებების დაცვის მიმართულებით საბანკო სექტორის მარეგულირებლის მხრიდან მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და გასულ წელს სეფში შექმნილი დავების განხილველი კომისიის საქმიანობა შეაჯამა. ნათია თურნავა ამბობს, რომ არაავტორიზებულ გადახდებთან დაკავშირებით მომხმარებლის საჩივრების 80%-ზე მეტი სწორედ მომხმარებლების სასარგებლოდ წყდება.
ავამოქმედეთ ეს კომისია 2024 წელს. მთელს ამ პერიოდში, ესე იგი, 90 დავა იქნა განხილული მომხმარებლებსა და საფინანსო სექტორის ინსტიტუციებს შორის, რომელიც შეეხება მაგალითად არაავტორიზებულ გადახდებს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც ბარათით, ასევე მობაილ ბანკით და აქედან გამომდინარე ამის ასე ვთქვათ გადახედვის და დავის დარეგულირების კარგი გზა არის თანაც უფასო ნებისმიერი კლიენტისთვის. მინდა ვთქვა, რომ განხილული დავებიდან 85% მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და 300,000 ლარამდე აუნაზღაურდათ დანაკარგი დაზარალებულ მომხმარებლებს. მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თბილისის შემდეგ შეხვედრები რეგიონებში გაგრძელდება. მომხმარებლებთან სამუშაო საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ახალქალაქში, ზუგდიდსა და ბათუმში.